ყიბულში მეშახტეების ნაწილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს. მეშახტეების თქმით, კომპანიამ 100-მდე თანამშრომელს სამსახური დაატოვებინა. მათთვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზები უცნობია, თუმცა მეშახტეები, რომელთაც მოამბე ესაუბრა, კომპანიის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან. ხუჯა გაბუნია და გიორგი აბულაძე ამბობენ, რომ ისინი აქციების მხარდამჭერ განცხადებებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში, რასაც მათი გათავისუფლება მოყვა. მეშახტეები ასევე ამბობენ, რომ პირად საუბრებში უთხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება მათ პოლიტიკურ შეხედულებების გამო იქნა მიღებული. თავად კომპანია საქნახშირში კი, რომელსაც მეშახტეები ყავდა დასაქმებული, აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა გათავისუფლებას ადგილი არ ქონია. მათი განმარტებით კადრების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, თანამშრომლებს თავაზობენ პროფესიულ გადამზადებას, რის შემდეგაც გაუფორმდებათ ახალი კონტრაქტები. კომპანიის განცხადებით, მხოლოდ გადამზადებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოუწევთ მათ სამსახურის დატოვება. 100 კაცის რაოდენობით არის განთავისუფლებული და ძალიან ბევრი კიდევ ოჩერეთში არის ეტაპობრივად ხდება მეშახტეთა განთავისუფლება ჩვენს წარმოებაში. დაიწყო რეპრესიები. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაფერი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი პოსტი უნდა დაწერილი და გამოგვეყნებული, რომ ჩვენი გზა მეშახტეები არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ, ჩვენი გზა არის წინსვლისკენ და ამ ყველაფერმა გამოიწვია მისთვის ნეგატიური შეხედულებები ჩემს მიმართ. მან რამოდენიმეჯერ დამიბარა კაბინეტში მსგავს ინფორმაციებს, მსგავს რაღაცების დაწერასო თავი დაანებე თუ არა პირადად ვიზიებს შენზე შურზო. ეს ყოველთვის რამოდენიმეჯერ მიმეორებდა არა მარტო, არამედ საერთოში რამოდენიმე მეშახტეთან ერთად. მე არჩევნებამდე ვიყავი კოალიცია ცვლილებისათვის წარმომადგენელი. შესული და გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება, შენ თავს თუ არ უფრთხილდები, შენი ძმა, ჩემი ძმაც და ძალით დასაქმებული იყო ავენ კომპანიაში. იმათ გაუფრთხილდითო და ეს უკარა შეასრულეს სამივეზე ოჯახის წევრებს. სამივე გაგათავისუფლეს. დიახ, სამივე გამოხდა განთავისუფლება სამივეს. ადგილი არ ქონია პოლიტიკური გათავისუფლებას, კეთებით საქნახშირი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას. ამას ის რომ ჩვენ შევამოწმებთ თანამშრომლების ცოდნა, გარკვეული კადრების შემცირებაში მოყვა, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ რომელიმე თანამშრომელი საქნახშირს მიღმა დარჩება. თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც სრულად აანაზღაურებს საქნახშირი. პარალელურად ადამიანები მიიღებენ სოფას სრულად, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით და იმ სოციალურ პირობებით, რომელთაც იმობენ დღემდე, გადამზადების შემდეგ ჩააბარებენ გამოცდას და მათ შესთავაზებენ ახალ კონტრაქტებს. ყველა ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში. 4 დეკემბრის 14:45 წუთის მონაცემებით ამ მომენტის 20 ადამიანმა მოაწერა ხელი გადამზადების კონტრაქტს და ჩაერთო ამ პროცესში. დანარჩენი 19 ადამიანს ველოდებით